ზაქარია კიტიაშვილი, დაამთავრე ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობ სამუსიკო სემინარიასთან არსებულ კერძო სკოლაში, ჩვენი სკოლა, დაწყებითი საფეხურის ქართული ენა ლიტერატურის პედაგოგად. ეს პროფესია ურთულესი პროფესია, სხვა პროფესიად არ იქ, შეიძლება ყველა პროფესიას თავისი ხედვა ჰქონდეს სირთულისა და ყველა ფიქრობს, რომ სწორედაც რომ მისი პროფესია ურთულესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა და მით უფრო დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის პროფესია არის. აღსანიშნავია, როდესაც ამ საფეხურზე გვაქვს საუბარი, დაწყებით საფეხურზე, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც სასწავლო მიზანი უკვე უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე თამაში და სათამაშო მიზანი. თითოეული ბავშვის საგნობრივი ცოდნა, თითოეული ბავშვის ქცევითი აქტივობა, თითოეული ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც კი რაიმე ტიპის აქტივობით იქნება გამოხატული სასკოლო სივრცეში, იქნება შენი დაკვირვების ობიექტი. შენ ხარ ერთგვარი მთავარი ღერძი იმ ასაკის ბავშვსა და მშობელს შორის. ეს არის სპეციფიკური, ძალიან სპეციფიკური მახასიათებელი, რომელიც დაწყებითის მასწავლებელს გარდა კონკრეტული ცოდნისა, კონკრეტული გაკვეთილის ჩატარებისა უნდა ახასიათებდეს. რა ცოდნა უნდა ჰქონდეს, კომპეტენცია და უნარი დაწყებითის მასწავლებელს. პირველ რიგში, ქართული ენა ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შინაარსის ძალიან ღრმა ცოდნა. ეს ერთი, მეორე, მეთოდოლოგიური აპარატი უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამართული, უნდა შეეძლოს ყველანაირი სხვადასხვა საშუალებით გადაცემა ამ კონკრეტული ცოდნისა. იგივე შეიძლება ითქვას მათემატიკისა თუ ბუნებისმეტყველების შინაარსზე, ერთი არის ღრმა ცოდნა საგნისა, მეორე ამ ღრმა ცოდნის გადაცემის, ჩვევების, უნარების, კომპეტენციების ცოდნა. ასევე ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ასაკობრივ თავისებურებებს და ზოგადად ფსიქოლოგიას აი ამ ასაკისას, რადგან ეს დაეხმარება რიგი პრობლემატური საკითხების წარმოჭრისას, ერთგვარი ფასილიტაციისათვის, ერთგვარი მედიატორის როლის შესრულებისათვის. რა უნარები გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ მეტწილად წარმატებულ მასწავლებლად შევდგე. ეს არის ტექსტზე მუშაობის უნარი, ტექსტის გააზრების უნარის გამომუშავება ჯერ თავად და შემდგომ მოსწავლეებში. ეს არის ანალიტიკური აზროვნების უნარზე მუშაობა, რიცხობრივი, რაოდენობრივი მსჯელობის უნარის ქონა, ლოგიკური აზროვნების ქონა. სკოლამდელი ასაკის ბავშვის მთავარი წამყვანი ქცევის ნორმა არის თამაში. ეს ამ თამაშით მოდის შენამდე. შენ უკვე მასწავლებელს გევალდებულება, რომ ეს თამაში, მისი ქცევა, რომელსაც წარმართავს თამაში, სასწავლო ამოცანებს დაუკავშირო. აი ეს გადასვლა, თამაშიდან სწავლაზე გადასვლა არის ყველაზე რთული საფეხური საერთოდ სასწავლო ამოცანებს თუ განვიხილავ დაწყებით კლასებში. ამ პროფესიისაგან და აი ამ ურთიერთობებისაგან მე ვიღებ ძალას, მე ვიღებ სიყვარულს, მე ვიღებ ძალიან საინტერესო ცოდნას და ეს არის უდიდესი სიამოვნება მასწავლებლებისთვის და მით უფრო დაწყებითის პედაგოგისათვის. დაწყებითის პროფესიის განვითარება იმდენად არის საჭირო, რამდენადაც ამის მოთხოვნილება იქნება ბაზრიდან. გვაქვს მუდმივი განვითარების საშუალება. არის სპეციალური სამინისტროსთან არსებული რიგი რგოლები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც სწორედ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ხელშეწყობი რესურსებითა და ტრენინგებით არის უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფს პირველ რიგში მასწავლებლებს. არ გამოსცადოთ. ეს არ არის საცდელი პროფესია. ეს ან გინდა, ან არ გინდა. უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. არ შეიძლება თქვა, ჩავთვალოთ, რომ ასე თქვა, დავკმაყოფილდეთ მიღწეული და თქვა, რომ ჩვენ ვართ კარგი მასწავლებლები, როგორც კი ამას ვიტყვით. მე ვფიქრობ, რომ იქ დამთავრებულია ჩვენი პროფესიული ზრდა. პირიქით, ყოველგვარი სიახლე, რომელსაც კი ჩვენ ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ, იქნება ჩვენი დაოსტატების გზაზე ერთი აგური და შემდგომში განაპირობებს ჩვენ კარგ მასწავლებლობას.